ქალბატონო ეკა. საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ. ეს არის ანტიბიოტიკების შედეგად განვითარებული დიარეა. ანუ ყველა ის პრობლემა, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის რაღაც მუშაობის აშლილობასთან და მოდით ზოგადად მაყურებელს რომ ვუთხრათ, ეს არის არა მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ანუ ჭარბი რაოდენობით ანტიბიოტიკების მიღება, არამედ ზოგადად მთელ მსოფლიოში ეს პრობლემა დგას. რატომ არის ეს საკითხი ასეთი აქტუალური? მოგესალმებით. ნოემბრის ბოლო კვირა ეს არის ანტიბიოტიკების ინფორმაციის შესახებ გავრცელების კვირა, ამიტომ ძალიან აქტუალური საკითხია თქვენს მიერ წამოჭრილი. ზოგადად დიარეა ეს შედის პირველ ხუთეულში, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში ჰოსპიტალიზაციის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს, როგორც გამომწვევი და მიზეზი და რასაკვირველია, ჩვენ ვერაულით გვერდს, რომ ვისაუბროთ ანტიბიოტიკი როგორც ერთ-ერთი გამომწვევი, ან ეს გამშვები ფაქტორი აი ამ მდგომარეობის. რაც შეეხება უშუალოდ ანტიბიოტიკებს და მასთან დაკავშირებულ ძალიან სერიოზულ პრობლემებს, ძალიან საყურადღებოა ციფრი, რასაც ასახელებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ეს არის 700,000 წლიურად გარდაცვალებულთა რიცხვი ანტიბიოტიკ რეზისტენტობის გამო. არავის შეშინებას არ გეგმავთ რასაკვირველია, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რას გულისხმობს რეზისტენტობა. ეს გულისხმობს სწორედ იმას, რომ გარკვეულ მდგომარეობებში ჩვენ უკვე აღარ გვაქვს ხელთ ანტიბიოტიკი, რომელიც აი ამ მიკრობს დაამარცხებს. ხო, ყველაზე მარტივი ახსნა ალბათ ეს არის. გამომწვევი ამ ყველაფრის, რამაც შეიძლება ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა და კიდევ უფრო არა კეთილსაიმედოა პროგნოზე ამ მხრივ ალბათ თუ რაღაცებს არ შევხედავთ უფრო ყურადღებით, ეს არის სწორედ ის, რომ არამიზნობრივად ხშირ შემთხვევაში და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს არ მოყვარს ხოლმე რაღაც ჩვენ ჭრილში მხოლოდ საუბარი. 50% შემთხვევაში მთელ მსოფლიოში ანტიბიოტიკების გამოყენება არის არამიზნობრივი, რაც გულისხმობს იმას, რომ ვიღებთ იმ დროს, როდესაც რეალურად მის საჭიროება არ დგას და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ასევე რეზისტენტობას განაპირობებს, ეს არის არასწორი ხანგრძლივობით მისი გამოყენება და არასწორი დოზით. ეს სამი ფაქტორია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეს რეზისტენტობა, რაც გულისხმობს, რომ არ დავრჩეთ ანტიბიოტიკის გარეშე, რომელმაც მოგვიყვანა აქამდე, ხო? შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. აი დადგა საჭიროება ანტიბიოტიკოთერაპიის და სხვა გზა არ არის, ასე ვთქვათ. რა ვშვებით ამ დროს, რითი შეიძლება მაქსიმალურად შევამციროთ ანტიბიოტიკების ის უარყოფითი ეფექტი, რასაც ახდენს ორგანიზმზე? ანტიბიოტიკი სიტყვაც ესე ნიშნავს, ხოლო საწინააღმდეგო სიცოცხლის და ის კლავს არა მხოლოდ იმ ვერაგ ბაქტერიას, რომელიც არის გამომწვევი ამა თუ იმ მდგომარეობის, რის გამოც ის ინიშნება, არამედ ის კლავს ჩვენ მეგობარ მიკრობიოტას ეხება, მეგობარ ბაქტერიებს, რასაც ვეძახით. შესაბამისად, მთელი რიგი პრობლემები არის ხოლმე სწორედ ამ საკითხთან ასოცირებული, ამიტომ ერთ-ერთი ძალიან ისეთი საყურადღებო მომენტია სწორედ ანტიბიოტიკთან ასოცირებული დიარეა და მოწოდებულია, ძალიან ბევრი ნიუანსია აქ გასათვალისწინებელი, ხო, მაგალითად არის ასაკი, 2 წლამდე ასაკში ვიცით, რომ უხშირესი აი ამ დიარეის გამომწვევი შეიძლება იყოს კლოსტრიდია, რომელიც საკმაოდ ვერაგი მიკრობია, რომელიც თავისებურ მკურნალობას საჭიროებს და ძალიან საყურადღებოა, რომ ამ მხრივ გართულებას ჩვენ ველოდებით არაუშუალოდ მაინდა-მაინც ანტიბიოტიკის მიღების პროცესში. იმ დროს დარღვეული მიკროფლორის შემდეგ 3 თვის მანძილზე შესაძლებელია, რომ სწორედ ეს მდგომარეობა დადგეს და ხშირ შემთხვევაში გვავიწყდება ხოლმე. მაყურებელს მინდა რომ ავუხსნათ, რა არის ეს მიკრობიოტა, რატომ არის ეს ბაქტერიები სასარგებლო და რას უკეთებენ კარგს ორგანიზმს, იმიტომ რომ ბაქტერია, ყველას ნეგატიურ ჭრილში აქვს ამ სახელის აღქმა და მინდა რომ მაყურებელმა გაიგოს, რას აკეთებს მეგობარი ბაქტერიები ჩვენს ორგანიზმში და რომ ის ძალიან დიდი რაოდენობით არის. სხვადასხვა ადგილზე ცხოვრობენ ჩვენთან ერთად. ნამდვილად. ყველაზე დიდ ორგანოს ესე განიხილებენ დღეს, როგორც ყველაზე დიდ სისტემას ადამიანის ორგანიზმში და დღეს პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, თუ თანამედროვე მედიცინაზე ვსაუბრობთ, ეს არის ტრენდი. ტრენდი, რომელთანაც მილიონობით კვლევა ყალიბდება, ტარდება, მიმდინარეობს და რატომ? ჭრილი მთავარი, რაც მას გაიდლაინად მიყვება, ეს არის, რომ აბსოლუტურად ყველა ორგანო
ყველა ორგანოთა სისტემა არის დაკავშირებული სწორედ მიკრობიოტასთან. ამიტომ ის არის ერთგვარი გასაღები. მარტივ ენაზე რო ავხსნათ, მშობელი, რომელიც ყველაზე ხშირად ჩივის, რომ ბავშვი ხშირად ავადობს. პირდაპირ კორელაცია შეიძლება იყოს დისბიოსთან, ანუ არა ჯანსაღ მიკრობიოტასთან, რომელსაც შესაძლებელია რაიმე მხრივ დახმარება სჭირდებოდეს. ცენტრალური ნერვული სისტემა, ჩვენ ვიცით, რომ საკომუნიკაციო ენას ეძახიან, იმდენად არის დაკავშირებული კუჭნაწლავის მიკრობიოტა თავის ტვინთან, ხო? ამიტომაც არის ძალიან აქტუალური დღეს საკითხი ჩართვა თუნდაც პრებიოტიკის და პრობიოტიკების ან მათი კომპლექსის, იგივე აუტიზმის მდგომარეობის დროს, იგივე ჰიპერაქტიულობის სინდრომის დროს ეს უფრო რაც ძალიან ამარტივად ხდებათ ადამიანებს ყურში. წლების წინ თუ ჩვენ საუბრობდით, რომ მიკრობიოტა, მიკროფლორა, სხვადასხვა სახელებით, წოდებით იყო ის დაკვირვებული. ეს იყო ასოცირებული უშუალოდ კუჭნაწლავის ტრაქტში მიმდინარე პროცესებთან, დაავადებასთან, სიჯანსაღესთან. დღეს ეს არის აბსოლუტურად დაკავშირებული ყველა ორგანოთა სისტემასთან. ამიტომ მის სწორად ფუნქციონირებას აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ყველასთვის და განსაკუთრებით ბავშვის ჯანმრთელობისთვის. აირია სისტემა. დაიწყო დიარეა, განგაშის ზარი. როგორ მოვიქცეთ? გავმარტოთ მარტივად დიარეა, ხო? როდის მივხვდეთ, რომ საერთოდ საქმე გვაქვს დიარეასთან. სამი ფაქტორია ძალიან მნიშვნელოვანი, რაც პრაქტიკული რჩევა იქნება ალბათ მაყურებლისთვის. ეს ერთი, რომ 3 და მეტი უნდა იყოს ნაწლავთა მოქმედება 24 საათის განმავლობაში. მეორე, რომ აუცილებელია შეიცვალოს კონსტიტენცია ფეკალიების, ანუ განავლის, შეიძლება იყოს ძალიან წყლის შემცველი მონელები, განსხვავებული მისი ზოგადად ნორმალური მდგომარეობისგან. და მესამე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მოცულობა. განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვებში. თუ ჩვენ ამ პარამეტრს ხედავთ, კი, ეს განგაში ზარია, იმიტომ რომ აქ უკვე საქმე გვაქვს დიარეასთან. ჩვენ თუ ჭრილში ვისაუბრებთ როგორც მწვავე დიარეასთან, იმიტომ რომ ქრონიკულ დიარეას კიდე სხვა ასპექტები აქვს, ხო? მწვავე მაგალითად, როგორიც მაგალითიც არის ანტიბიოტიკ ასოცირებული დიარეა, ამ შემთხვევაში რეკომენდირებული არის კი პარალელურ რეჟიმში პრობიოტიკის დანიშვნა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ვსაუბრობთ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, ასევე მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია წინა პერიოდი, მაგალითად წინა ანტიბიოტიკოთერაპიის დროს, როგორ მიიღო ბავშვის ორგანიზმმა ესა თუ ის მედიკამენტი და აქ ასევე მნიშვნელოვანი ნიუანსია ზოგადად რომელი ჯგუფის ანტიბიოტიკს ვიყენებთ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ გარკვეულ ჯგუფს ძალიან ესეთი მავნე მოქმედება აქვს სწორედ მეგობარ ბაქტერიებს. რა განსხვავება პრებიოტიკებსა და პრობიოტიკებს შორის, იმიტომ რომ ძალიან ბევრისთვის ერთ და იგივეა. ხო. ყველაზე მარტივი და გასაგებენაზე განმარტება ალბათ იქნება, რომ პრებიოტიკი ეს ნიადაგია, პრობიოტიკი ეს არის, რომელიც მასზე აღმოცენდება. მისაღები თვალსაზრისით ჩვენ საუბრობთ პრობიოტიკზე, რომელიც აი ამ ნიადაგზე უკვე შექმნილი და ჩამოყალიბებულია. არსებობს უბრალოდ მნიშვნელოვანი, რომ ვიცოდეთ, რამდენად ხარისხიან პრეპარატთან გვაქვს საქმე ეს ერთი და მეორე, ჩვენ თუ საუბრობთ დიარეაზე, როგორც ერთ-ერთ საგანგაშო ნიშანზე, განსაკუთრებით ჩვილასაკში, როდესაც ჩვენ ვიცით მთავარი რისკი რა არის, ხო? სითხის დაკარგვა. დეჰიდრატაციის რისკი, რაც უფრო მცირეა, რაც უფრო მცირე წონა აქვს, მით უფრო მნიშვნელოვანია და მით უფრო საგანგაშო შედეგამდე შეიძლება დადგეს. შესაბამისად, უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ექიმის მიერ სწორი მედიკამენტი, რომელსაც აქვს თავის შენახვის პირობები, იმიტომ რომ ეს ცოცხალია, ხო, ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, ახლა ამიტომ არის უნიკალური. აი ამ ნიუანსების გათვალისწინებით დიარეას მართვა ჭირდება. ჭირდება პირველი ეს არის, რა თქმა უნდა, რეჰიდრატაციით, რაც უფრო მალე ვიწყებთ ამ რეჰიდრატაციას, ეს არის მით უფრო კარგი. და რეჰიდრატაცია მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ბანალურად წყალს არ გულისხმობს, ხო? იქ საუბარია უკვე მიკროელემენტების შემცველ სპეციალურ ხსნარზე. და რაც უფრო მალე მით უკეთესი. საშიშროების ნიშანი ნებისმიერ ასაკში, რომლის დროსაც დაუყოვნებლივ საჭიროა ექიმთან ვიზიტი, ეს არის პირველი, როდესაც ბავშვი ხდება მივარნილი, აღარ თამაშობს, არ უნდა საკვები, უნდა სულძილი, ანუ მისთვის უჩვეულო მდგომარეობა. მეორე, თუ ეს მისი ფაღარათი პლუს ღებინება გრძელდება 2 დღეზე მეტ ხანს, არაფერს არ ველოდებით და მესამე, ეს არის აბსოლუტური უარის თქმა. თუნდაც პირველივე საათები იყო სითხეზე და საკვებზე. დღეს ჩვენთან სტუდიაში არის წარმოდგენილი ძალიან მრავალფეროვანი პროდუქცია და ამ შემთხვევაში მე კითხვით გადავალ ქალბატონ თამართან. ქალბატონ თამარ, როგორც ყოველთვის, GM Pharma არის ძლავრად წარმოდგენილი ჩვენ სტუდიაში. თქვენ ახსენეთ მიკროელემენტები და ის ელექტროლიტები, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის. როგორც ვიცი, GM Pharma გამოირჩევა სწორედ ასეთი პროდუქციით, რომელიც
არის მრავალფეროვანი. თქვენ როგორც GM Pharma-ს პროდუქციის მენეჯერი, რას გვთავაზობთ დღევანდელ დღეს? კი ბატონო, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ნამდვილად GM Pharma სწორად ახსენეთ, რომ GM Pharma-ს ფართოდ აქვს წარმოდგენილი, ესე ვთქვათ, პრობიოტიკული მიმართულება. აქ მოიძებნება პროდუქტები GM Pharma-ს ამ ტიპის პორტფოლში, სადაც ნახავთ როგორც პედიატრიული ასაკის პაციენტებისთვის უფრო კომფორტულად მისაღებ ფორმებს, ისე მოზრდილებისთვის და სწორად ბრძანეთ სხვადასხვა საკვანძო რგოლზე მოქმედი ფარმაცევტული პროდუქტები, ეს იქნება პრეპარატები თუ საკვები დანამატები. მე აბსოლუტურად დავეთანხმები ეკას, რომ ნამდვილად ანტიბიოტიკორეზისტენტობა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ანტიბიოტიკოთერაპიაზე, როცა ვსაუბრობთ და მას მოსდევს მეორე პრობლემა, ეს არის ის გვერდითი ეფექტები, რომელსაც იწვევს ანტიბიოტიკოთერაპია და უკვე ახსენა ეკამ ნაწლავური მიკრობიოტის ბალანსის დარღვევა, ხო? ანუ იმ კარგ და ცუდ მეგობარ ბაქტერიებს შორის ბალანსის დარღვევა, რომელიც პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანის ნაწლავში მუდმივად არის. ტრილიონობით ბაქტერია ცხოვრობს ჩვენთან ერთად და ცალკე ორგანოდაც კი განიხილავენ დღეს მას. ზოგადად არჩევანი პრობიოტიკების და მსგავსი ტიპის ფარმაცევტული პროდუქტის დღეს ძალიან დიდია და აფთიაქში შესულ მომხმარებელს დახვდება სხვადასხვა დასახელებით, სხვადასხვა წარმოების მედიკამენტები თუ საკვები დანამატები. თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, როგორ ავარჩიოთ სწორად კარგი პრობიოტიკი და პრებიოტიკის შემცველი საკვები დანამატი თუ სამკურნალო საშუალება და აქ მნიშვნელოვანია რამოდენიმე ფაქტორი. ერთი, დღესდღეობით მედიცინა აღარ განიხილავს პრობიოტიკულ შტამებს ერთ ჭრილში და მათ ერთ საერთო ქვაბში არ ხარშავს და არსებობს ინდივიდუალური მიდგომა ყოველი კონკრეტული შტამის მიმართ. ანუ ის რომ პრობიოტიკია ცალკე აღებული არაფერს ნიშნავს, უნდა ვიცოდეთ კონკრეტულად რომელ შტამებზეა საუბარი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია არსებობს თუ არა ამ შტამებზე ჩატარებული კლინიკური კვლევები, რომელიც ადასტურებს მის ეფექტურობას და უსაფრთხოებას. ერთი ეს, ანუ რომ ვიცოდეთ კონკრეტულად რომელი შტამებია ამა თუ იმ პროდუქტში. მეორე, შტამების რაობასთან ერთად მნიშვნელოვანია შტამების რაოდენობა. იმიტომ რომ ეკამ კარგად ახსენა, ეს არის ცოცხალი მიკროორგანიზმები, ხო? ისინი უნდა გამრავლდნენ, გააგრძელონ ცხოვრება ჩვენს ნაწლავში, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი რაოდენობრივი მაჩვენებელიც, რადგან ეს კოლონიზაციის პროცესი უფრო სწრაფად და ეფექტურად წარიმართოს და მესამე, წარმოების ხარისხზეც ნამდვილად ყურადს აღებია, იმიტომ რომ პრობიოტიკები მაინც განსაკუთრებულად სათუთი მიმართულებაა, რადგან ცოცხალ მიკროორგანიზმებს ეხება და აქ სტანდარტები წარმოების არის ძალიან მაღალი. ერთის მხრივ, ანუ რთული ამოცანა აქვს წარმოებას, ერთის მხრივ ეს ბაქტერია უნდა შეინარჩუნოს როგორც ცოცხალი და მეორეს მხრივ ის უნდა იყოს გამძლე გარემოს სხვადასხვა არახელსაყრელი ფაქტორების მიმართ. რამდენად აუცილებელია, რომ შენახვის პირობები არ იქნას დარღვეული. კი ბატონო, არსებობს პრედა პრობიოტიკების საერთაშორისო ასოციაცია, ესეთი, რომელსაც თავისი კრიტერიუმები აქვს ჩამოყალიბებული და იქ ერთ-ერთი წესი არის, რომ კარგი ხარისხის პრობიოტიკი არ უნდა საჭიროებდეს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს, ანუ ოთახის ტემპერატურაზე იქ არსებული ეს ბაქტერიები უნდა იყოს მდგრადი, ასე ვთქვათ. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი მდგრადი იყოს კუჭის მჟავა გარემოს მიმართაც, იმიტომ რომ ვიდრე სამიზნე ორგანოში მოხვდებიან, მათ ეს აგრესიული ბარიერი აქვთ გადასალახი კუჭის მჟავიანობის სახით. რაც შეეხება პრობიოტიკულ მიმართულებას, პრედა პრობიოტიკების მიმართულებას, გვაქვს წარმოდგენილი ორი მსხვილი ბრენდით, ეს არის ლაქტოჯის ბრენდი და კოლერინის ბრენდი. უკაცრავად ეს ურეცეპტო პრეპარატები. ყველა არის ურეცეპტოდ გასაცემი. ლაქტოჯი ფორტე გახლავთ კაფსულირებული ფორმა, რომლის თითო კაფსულა შეიცავს 5 მილიარდ ცოცხალ კოლონია წარმოქმნილ ერთეულს ლაქტოდა ბიფიდობაქტერიისა და უნიკალურია იმ მხრივ, რომ ის გარდა ამ პრობიოტიკული შტამებისა პრებიოტიკსაც შეიცავს, ანუ საკვები ნიადაგით თან მიყვება ამ მეგობარ ბაქტერიებს. შეგვიძლია მისი გამოყენება ნებისმიერ ასაკში, თუმცა პედიატრიულ ასაკში, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მოსახერხებელია გამოშვების სხვანაირი ფორმა, ეს არის ხსნა. აი სახში აქვს ლაქტოჯი, ვერ ახერხებს გასვლას. ის კაფსულებშია, ბავშვი პატარაა, დაეწყო დიარეა. რამდენად ინარჩუნებს თავის კაფსულას არ გადაგიყვებას, ხო, 2 წლის ბავშვი. აი ამის გახსნა თუ შეიძლება სითხეში და ამ ფორმით მიცემა, რამდენად გაუძლებს იმ მჟავიან ბარიერს, რაც მოუწევს კი ბატონო, კაფსულის გახსნა, მისი ნეიტრალური მჟავიანობის სითხეში და ოთახის ტემპერატურის არა ძალიან ცხელი, არა ძალიან ცივ სითხეში გახსნა და ისე მიწოდება არის აბსოლუტურად დასაშორი. კი ბატონო. თუმცა თუ კი პაციენტს აქვს საშუალება და მშობელს ამ შემთხვევაში, რომ
თქვათ, შეიძინოს უფრო მოსახერხებელი რა თქმა ფორმა უნდა, პედიატრიული ასაკისთვის. მაგრამ ხომ არის რომ ვერ ტოვებ ბავშვს. კი, რა თქმა უნდა, არსებობს ურგენტული სიტუაციები, აქ შეიძლება ნამდვილად ანოტაციის მიხედვითაც 2 წლამდე ასაკში 1 კაფსულაა დოზირება, თუმცა ამ ასაკში ალბათ უფრო რეკომენდებული იქნება ლაქტოჯი კიცის ფორმა, რომელიც სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი სიმბიოტიკია. ის გარდა პრედა პრობიოტიკისა შეიცავს ასევე ბეჯგუფის ვიტამინებსაც. დიახ, შეიცავს ბეჯგუფის ვიტამინებსაც, ბეჯგუფის ვიტამინების როლი ბავშვის მზარდი ორგანიზმისთვის, მისი ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის ყველასთვის ცნობილია და ვთქვათ, ლაქტოჯი კიციც შეგვიძლია რომ მივცეთ, მას აქვს ესეთი საინტერესო ფლაკონის ფორმა, რომელსაც თავსახური აქვს, თავსახურზე ხელის დაჭერით, კი ბატონო, კაფსულა გაიხსნება სითხეში და მზად არის მისაღებად. ეს რაც შეეხება იგივე ვთქვათ, თუ საუბრობთ ანტიბიოტიკოთერაპიასთან ასოცირებული დიარეის პროფილაქტიკას, რომ ჩვენ ანტიბიოტიკის დაწყებიდან პირველივე დღიდან მივეხმაროთ ნაწლაურ მიკრობიოტას მოზრდილი იქნება თუ ბავშვი. თუმცა უკვე განვითარებული დიარეის შემთხვევაში, მათ შორის ანტიბიოტიკ ასოცირებული დიარეის შემთხვევაშიც არსებობს კონკრეტული პრობიოტიკული შტამები. ნებისმიერი სხვა შემთხვევაში განვითარებული დიარეის შემთხვევაში შეგვიძლია მივიღოთ ეს პრეპარატი. კი ბატონო, აბსოლუტურად თუნდაც გეთანხმებით. ინტოქსიკაცია. კვებითი ინტოქსიკაციით გამოწვეული, კი ბატონო. ამიტომ ნებისმიერი ეტიოლოგიის დიარეის დროს შეგვიძლია რომ ეს პროდუქტები გამოვიყენოთ და დიარეის დროს აი განსაკუთრებით მაღალი მტკიცებულებებით გამოირჩევა ერთი უნიკალური შტამი, ბულარდის საქარომიცეტი. ეს არის საფუარა სოკო, რომელიც კლასიკური გაგებით პრობიოტიკი არ არის იმდენად, რამდენადაც ის ბაქტერია არ არის, მაგრამ თავისი სარგებლის მიხედვით მასპინძელი ორგანიზმისთვის იგივე სარგებელი მოაქვს, რასაც პრობიოტიკული შტამები და შესაბამისად მას ლიტერატურაში როგორც პრობიოტიკს ისე მოიხსენიებენ. და აი სწორედ კოლერინი და კოლერინი ჰიდრო გახლავთ ბულარდის საქარომიცეტების შემცველი საკვები დანამატები. კოლერინი არის მხოლოდ ბულარდის საქარომიცეტი კაფსულის სახით 250 მგ. იწარმოება გერმანიაში ჩვენი ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორის ველთფარმას მიერ, ხოლო კოლერინი ჰიდროც შეიცავს საქარომიცეტის ბულარდს, მაგრამ ამასთან ერთად შეიცავს აი იმ ელექტროლიტებს, მინერალებს და მიკროელემენტებს, რომელიც ასე მნიშვნელოვანია. მაყურებელს რაში ჭირდება პაციენტს საქარომიცეტის სულფატი. განსაკუთრებულად მკვეთრად გამოხატული დიარეის საწინააღმდეგო მოქმედება და ის ნებისმიერი ეტიოლოგიის დიარეის დროს ეს იქნება ვირუსული დიარეა, კვებითი ინტოქსიკაციით გამოწვეული რომელიმე ინფექციური აგენტი თუ ანტიბიოტიკ ასოცირებული დიარეა, ყველა შემთხვევაში ეფექტურად და სწრაფად ახდენს დიარეის კუპირებას. ნულოვანი ასაკიდან ინიშნება კაფსულის ფორმა, რაც შეეხება კოლერინ ჰიდროს, ეს არის პაკეტის ფორმა, რომელიც წყალში იხსნება და ჩვენ ერთდროულად კოლერინ ჰიდროთი ვაძლევთ როგორც დიარეის საწინააღმდეგო მოქმედების პრობიოტიკს, ისე ელექტროლიტებს და მინერალებს რეჰიდრატაციისთვის. კი ბატონო, იხსნება ერთი პაკეტი ერთ ჭიქა გრილ წყალში, აქვს ძალიან სასიამოვნო გემო, კერძოდ ჟოლოს გემო აქვს. ამ შემთხვევაში კოლერინი ჰიდროს მიღება ბავშვთა ასაკში ძალიან სასიამოვნოა. ასე რომ თუ ჩვენ საუბრობთ საპროფილაქტიკოთ მიღებაზე, ანტიბიოტიკის პარალელურად ლაქტოჯი ფორტე, ლაქტოჯი კიცში შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში და უკვე განვითარებული დიარეისთვის კოლერინი და კოლერინი ჰიდრო ერთის მხრივ რომ სწრაფად მოხდეს დიარეის კუპირება და მეორეს მხრივ მინერალების და ელექტროლიტების ბალანსი დროულად იქნას აღდგენილი.